მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ ძალიან საინტერესო დროში ვცხოვრობთ, როგორც იქნა მოვესწარით იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ყველაფერი უბედურებაში გარეული იყო ამერიკის საელჩო და ამერიკული ორგანიზაცია, რომელი ორგანიზაციაც მთელი ამ 34 წლის მანძილზე წარმოჩენილი იყო ჩვენ ქვეყანაში, ვითომ ქართველების უახლოესი მეგობარი და საქართველოს გადამრჩენი ორგანიზაცია USAID. მადლობა ღმერთს არსებობს დამალული რომ არ გაცხადდეს და გამოქვეყნდა საჯაროდ რომ USAID მილიონობით დოლარს ხარჯავდა საქართველოში გადატრიალებისთვის და რევოლუციისთვის. ეს არ ახალი არის ნამდვილად და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ერთი ძალიან მოკლე საინტერესო ბლოგი და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რადგან უფროსმა თაობამ მეტნაკლებად ეს ყველაფერი იცის, უშუალოდ მონაწილე არის ამ მოვლენების და უნახია, მაგრამ აი ახალგაზრდა თაობას მთელი ამ 34 წლის მანძილზე უნერგავდნენ თავში, რომ ჩვენი მეგობარი არის შეერთებული შტატები, USAID გადაგვარჩინა, 6 მილიარდით დაგვეხმარა და ესე შემდეგ. სინამდვილეში ეს იყო ყველაფერი ტყუილი, ეს იყო ბლეფი, ეს 6 მილიარდი დაიხარჯა საქართველოში იმ აგენტურული ქსელის შესაქმნელად და შესანახად, რომელსაც ჩვენ ბოლო 30 წლის მანძილზე შექმნიდან დღემდე უყურებთ. ეს რწმენა დავიწყებული, სამშობლო დავიწყებული, ეროვნება დავიწყებული მასა, რომელთათვისაც მხოლოდ და მხოლოდ ყველაფერი დასავლური და ყველაფერი ამერიკული არის წმინდა. მე ხშირად მაკრიტიკებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე მე ამერიკული პოლიტიკის და დასავლური პოლიტიკის წინააღმდეგი ვიყავი. დიახ, რა თქმა უნდა, არასდროს დამემალია არათუ წინააღმდეგობა ზიზღი ამერიკული პოლიტიკის მიმართ, საქართველოსთან მიმართებაში და ზოგადად დასავლეთის მიერ გატარებული პოლიტიკის საქართველოსთან მიმართებაში, რადგან მათი პოლიტიკა ეფუძნებოდა მხოლოდ ერთ რაღაცას, საქართველოს დასუსტებას, საქართველოს განადგურებას, საქართველოში შექმნას მორჩილი საზოგადოების, რომელიც საზოგადოებაც ყველაფერზე იქნებოდა პორნოვარსკვლავივით თანახმარ, რასაც დასავლეთიდან იტყოდნენ. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს ყოველთვის მიუღებელი იყო და ყოველთვის ძალიან კარგად მახსოვდა და მახსოვს და ყოველთვის მემახსოვრება ის, რაც დასავლეთის ძალებმა გააკეთეს ჩვენი ქვეყნის მიმართებაში, განსაკუთრებით 34 წლის წინ. ეროვნული ხელისუფლების ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ და ეროვნული მთავრობის მიმართ. ამიტომ დღეს მინდა შემოგთავაზოთ ძალიან მოკლე ვიდეო. ძირითადად კიდევ ერთხელ ვამბობ, ხაზგასმით ვამბობ ახალგაზრდებისთვის, რომელსაც მოწამლული აქვთ გონება დასავლური პროპაგანდით, ჩვენი მომავალი შიგ ევროპაშია და შიგ დასავლეთშია, სინამდვილეში ეგ შიგ ევროპა და შიგ დასავლეთი რას გვიკეთებდა მთელი ამ ხნის მანძილზე. დასასრულს კიდევ აი იმ კატეგორია ადამიანებისთვის, რომელი კატეგორია ადამიანებსაც არ სჯერავთ იმის, რომ ეს ასე იქნებოდა, ინგლისურ ენაზე ორიგინალშიც არის განმარტება გაკეთებული, ზუსტად იმ ინტერვიუდან, რომელი ინტერვიუც იქნება ნაჩვენები. ბლოგის ბოლოს კიდე ორ სიტყვას შემოგთავაზებთ, ჩემ აზრს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დანარჩენი თუ შეიძლება დახარჯეთ თქვენი ცხოვრების 4-5 წუთი და იხილეთ ეს ვიდეო არქივიდან. თეთრი სახლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად გამსახურდიას მისამართით ნათქვამი, საბედისწერო ფრაზა, მაშინ მისმა მრჩეველმა ერთაშორის საკითხებში საკუთარი გულით მოისმინა. ჩავრცელეთ ტელევიზორი და ტელევიზიით გადაცემენ პრესკონფერენციას თეთრი სახლის ეზოდან. თეთრი სახლის ეზოში გამართა ბუშმა პრესკონფერენცია და ამ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა იმის შესახებ, რომ ამერიკა არასდროს არ ცნობს არალეგიტიმურ პუჩისტებს და აღიარებს მხოლოდ გარბაჩოვის პრეზიდენტობას და ამერიკა მზად არის მობილიზებულია ყველაფერი იმისათვის, რომ თავისი პოზიცია
დაიცვას. აი ამ სიტყვებს რომ ამბობს ბუში, ამ დროს წამოდგა ერთი ძალიან სანდომიანი, საინტერესო ქალბატონი, ჭაღარა თვიანი, შავი სათვალეები ჰქონდა, კარგად დავამახსოვრდა ეს ჟესტი და მან მიმართა რომ ბატონო პრეზიდენტო, თქვენ თქვით რომ არ ცნობს ამერიკა პუჩს მოსკოვში და აღიარებს მხოლოდ გარბაჩოვს და აგერ გუშინ CNN-მა გადასცა საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუ და საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს არის გარბაჩოვის შოუ. ამაზე ბუშმა აიტეხა ისტერიკები და თქვა, რომ this is ridiculous, ეს არის სასაცილო. ესეთი გამოთქვა ინგლისური და ეს გამსახურდია დიდი ხანია მიდის დინარების საპირისპირო და დროა ის გამოერკვიოსო. აი ამან დამცამე თავზარი მე რაც მქონდა მოფიქრებული და როგორაც მქონდა ჩემი მოხსენება ჩამოყალიბებული დამემცხვრია სულას პროექტი და ახლა არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე ასეთ სიტუაციაში და მე მაშინალურად დავრეკე ზვიადთან და საბედნიეროდ აიღო ტელეფონი ზვიადმა და უთხარი რომ ეგეთი სიტუაცია მეთქი. უთხარი რომ ზვიად ძალიან გთხოვ მეთქი რომ გადაბრუნებული ცუდი რაღაცა არ თქვა გარბაჩოვზე, იმიტომ რომ გულის ფიცარზე არის დამოჭრილი გარბაჩოვის სახელი ამერიკაში. კარგი და ეხლა ეს რო თქვა მეთქი მე რომ დამისვამენ ამ კითხვას მე როგორ უნდა მოვიქცე მეთქი ერთ. მაგათ უთხარი დინარებას კუტარი თავზები მიყვებიან. ეს იყო ფანტასტიკური მე ერთხელ თქვი ეს და კიდე არას არ მომბეძდება ამის გამო ეს იყო საუკუნის ფრაზა ყველაზე კარგად ამ ერთი ფრაზით გამოხატა მან რომ საქართველოს არის ცოცხალი და არასდროს არ განებდება და არ გაცვლის არაფერზე თავის დამოუკიდებლობასთან თავისუფლებას. Thank you. Just now on CNN's air, the president of Georgia said that this was all a plot inspired by Gorbachev himself. Now, whether that's true or not, what does that say to the state of the interethnic? He needs to get a little work done on the kind of statements he's making. I mean, that's ridiculous. There's a man who has been also swimming against the tide, it seems to me, a little bit. And I don't want to go overboard on this, but you got to get with it and understand what's happening around the world. Are you saying that to suggest that this President Gorbachev would plot to put the people of the Soviet Union through this kind of trauma and the rest of the world through it just makes absolutely no sense at all. Now, I haven't heard him say that, so I want to hedge it. You've told me he said it. I haven't heard it. So I've got to be very careful I don't react to something that may not be true. I learned that one a long time ago. So, but if that's what the man said, I would just discount it 100%. So anyway, I got to go to work. Rita. it's definitely over then. You're confident that the coup leaders are not here. I've not talked to people in Moscow. I did talk to Jim Baker, and he's very upbeat from the contacts he's had. He had a long talk with Yakovlev a few minutes ago, who is confident that it's over. But it's not up to us to decree whether it's over or not. I'm telling you what these. ბუშის ამ განცხადების შემდეგ საქართველოში პუჩი დაიწყო. ანუ სამხედრო კრიმინალური გადატრიალება. პუჩის პოლიტიკურ მხარდაჭერას დასავლეთის პოლიტიკოსები უზრუნველყოფდნენ. ხოლო სამხედრო მხარდაჭერას დასავლეთის ფეხქვეშ დაცემული რუსეთი, რომლის პოლიტიკოსები დასავლეთიდან დასმული მარიონეტები იყვნენ. რატომ იყო ზვიადგამსახურდია ასე მიუღებელი ამერიკელებისთვის? აქაც პასუხი ძალიან მარტივია. იმიტომ რომ ზვიადგამსახურდია იყო პიროვნება, რომლისთვისაც მთავარი ამოსავალი წერტილი სამშობლო და პატრიოტიზმი იყო. იდეალები კი ევროკავშირი და ნატო კი არა, მამული ენა სარწმუნოება. აქედან გამომდინარე ურჯულო, ურწმუნო, უღმერთო, უტრადიციო ადამიანებს რა სიჭირდებოდათ ისეთი მმართველი, რომელიც მათ ყველა ბრძანებას ფეხქვეშ არ გაეგებოდა. აი გავიდა მას შემდეგ 34 წელი. პუჩის მთავარი არსი, თავისუფალი დამოუკიდებელი ეროვნული საქართველოს კოლონიად გადაქცევას ითვალისწინებდა, რომელიც იმ შედეგებს მიიღებდა, რომელი შედეგებიც მივიღეთ. დაკარგული ტერიტორიები, დანგრეული ეკონომიკა,
კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა და ტვინ გამორეცხილი ახალგაზრდობა, რომელიც ტრის არმცნობი და მოყურის მგმობი არის გამხდარი. ასე რომ დაფიქრდით და კარგად გაიაზრეთ. გავა დრო და ისტორია აუცილებლად შეაფასებს ამ კოლონიზაციის 34 წელს, რომელმაც საქართველოში ყველაზე დიდი ტრაგიკული კვალი დატოვა. რადგან მიუხედავად იმ ტრაგიკული ისტორიისა, რომელიც საქართველოს გააჩნია, არ არსებულა ისტორიის ისეთი პერიოდი, რომ ერის მოსახლეობა 34% შემცირებული იყოს, ქვეყანა გაპარტახებული იყოს, განადგურებული იყოს და მთავარი მანიშნებელი კიდე ქართველი კაცი მისი ნებით სამშობლოს ასე სწრაფად ტოვებდეს, როგორც დღეს არის. მსგავსი რამ საქართველოს ისტორიას უბრალოდ არ ახსოვს. დაფიქრდით, გაიაზრეთ და იაზროვნით. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.